იუსტიციის სასწავლო ცენტრში სოფლის გავითარების თანამშრომლებისათვის ტესტირება ჩატარდა 130 მსურველმა გამოწვდა ზოგან უნარჩვევებში კომპიუტერული პროგრამის საშუალებით ჩააბარა. კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდებოდა და საუკეთესო თანამშრომლები სოფლის გავითარების ცენტრების გახსნამდე თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაავლიან, მათ შორის საჯარო რეესტრებში და სხვადასხვა ორგანიზაციებში. სოფლის გავითარების ცენტრების ამუშავების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა სოფლიდან გაუსვლელად შეძლებს მიიღოს ყველა სახის მომსახურება, მათ შორის განახორციელებს მიწის რეგისტრაციას, პასპორტის და პირადობის მოწმობის აღებას, გადასახადების ელექტრონულად გადახდასა და სხვა გამარტივებულ პროცედურებს. სოფლის გავითარების ცენტრების მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით უკვე დაწყებულია. ჩვენ დავიწყეთ კადრების შერჩევა, დღეს გახლავთ პირველი შესარჩევი გამოწვდა ზოგად უნარებში. ერთის მხრივ ჩვენ გვინდა ყველა ადამიანს მიცეთ საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში და ცადოს თავის შესაძლებლობები. მეორე მხრივ ძალიან სერიოზულად უდგებით კადრების შერჩევის საკითხს. კონკურსში მონაწილეობა იმიტომ მიიღე, რომ მინდა ჩემი წვლილი შევიტანო სოფლის განვითარების საქმეში. ანუ აქ მიღებული გამოცდილება გარკვეულწილად დამადგება ჩემ პირად კარიერაში.